გამარჯობა, მე ზურაბ ღომბაშიძე ვარ, ქართულ ხალხურ საკრავებს ვამზადებ. სანამ ბუდეში დანის ჩაყენების და გალეცვის კუთხეზე ვისაუბრებ, მოდი ჯერ გავიხსენოთ შალაშინზე ზოგადად რა ვიცით. ვიცით რომ დიდ პატარა შალაშინია, ყველაზე მოკლე, მე რაც გაჩვენეთ, არის 150 მმ სიგრძის და 30 მმ სიგანე. ეს არის 4 ნომერი. 250 მმ კალაპოტის სიგრძე, 60 მმ სიგანე, დანა 50 მმ-ია. გაჩვენეთ ასეთივე ოღონდ უფრო კარგად ადვილად რომ გავასწოროთ დანა ბუდეში მექანიზმი, სტენლის ფირმის მექანიზმი. უფრო გრძელიც არის. 4 და 5 ნომერი, 4 ნომერი შალაშინია, 5 ნომერი უკვე მოკლე რანდა. ინგლისურ ტრადიციაში 5 ნომერი არის ძირითადი სამუშაო შალაშინი. საბჭოთა სივრცეში კი 4 ნომერი. დასავლეთ ევროპა, დანარჩენი კონტინენტური ევროპის როგორ ხმარობენ არ ვიცი, 4 ნომერს ხმარობენ თუ 5 ნომერს ძირითადად. 6 ნომერიც მოკლე რანდაა და 7 და 8 ნომერი უფრო გრძელია, 600 მმ-ზე მეტი უკვე რანდა არის. რანდა არის მაგალითად ფიცრების მოსარგებად, 5-6 ნომერი სიფრთხის გასასწორებლად, ან რაღაც 5 ნომერი რამე მოზრდილი მაგალითად სკამი გვინდა გავაკეთოთ იმის შალაშინებლად გასასწორებლად, ასევე 4 ნომერითაც შეგვიძლია გავაშალაშინოთ რამე დიდი ზედაპირი. ხოლო უფრო პატარა შალაშინი, ანუ პირველი ნომერი შალაშინი, პატარა შალაშინი, პატარა დეტალებისთვის თქვი და გავიმეორებ კიდეც რომ ის არ არის საბავშვო შალაშინი. ის არის პატარა დეტალების გასასწორებლად. ზოგადად რაც გაჩვენეთ შალაშინები, ეს არის სიფრთხის გასასწორებელი შალაშინები. თორემ არის პროფილური შალაშინიც, დანა არის სხვადასხვა ფორმის. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვჭირდება ესეთი შალაშინები და აგრეთვე ეგ არის შალაშინი, რომელიც კი დანა სწორი არის პირი, მაგრამ შეიძლება იყოს ჩაზნექილი დანის მხარე ან შეზნექილი, რადგან წრეზე კალი, უпроსოდ კალი გავაშალაშინოთ, კალზე გავაშალაშინოთ, გვჭირდება ხო რაღაც საქმე ვაკეთებთ და კალი რო იყოს. კიდევ გავიმეორებ, ის შალაშინის არ გვჭირდება ჩვენ. ჩვენ გვჭირდება ბრტყელი ძირით შალაშინი და სიტყვა მიგვიყვანა გეომეტრიამდე. აუცილებლად ძირი უნდა იყოს სწორი. თუ კი გვინდა რომ სწორი იყოს, ანუ ზედაპირი გავასწოროთ, რადგან როგორი ძირიც აქვს ჩვენ შალაშინის კალაპოტს, ისეთივე ჭყალებში რა თქმა უნდა სწორი ზედაპირი გვექნება. ისიც თქვი რომ ერთი მაინც შალაშინი გვჭირდება რომ ერთი რომელიმე გვერდი იყოს მართი კუთხით ძირის მიმართ, რადგან პირისპირები ერთმანეთზე მოვარგოთ. გაჩვენეთ კიდეც გვერდულად იდება და ესე ვასწორებთ წიბოს. პირობითად რომ გაჩვენოთ. წიბოს ვასწორებთ გვერდულად. რომ შემდეგ უკვე ორი ფიცარი ერთმანეთზე ზუსტად მოვარგოთ და შევაწებოთ. დანის ჩაყენების კუთხე. მე პირველი შალაშინი ხის კალაპოტი ვნახე. 45 გრადუსია ჩაყენებული ევროპაში და აზიაშიც ჩინური შალაშინით გაჩვენეთ, იმ შალაშინშიც 45 გრადუსი არის დანა ჩაყენებული. თვითონ გინდა ორმაგი დანა იყოს, გინდა ცალი. იაპონელების შალაშინი ცოტა სხვანაირი არის გაჩვენეთ, თვითონ მოზიდვით, მოკაჩვით აშალაშინებენ. ტრადიცია ეგეთი აქვთ, რომ იატაკზე ისხდნენ და სამუშაო მაგიდა ფეხით ამაგრებდნენ. როგორც ჩვენ მუშაობთ, დაზგა ქვია იმ სამუშაო მაგიდას.
რაზეც დურგლები მუშაობენ. ან თუნდაც ასეთი მაგიდა ხო? მაგიდაზე ვმუშაობთ, რაღაც დამჭირდება, მაგიდაზე დავამაგრებ და ისე ვაშალაშინებ. ხო, იაპონელები პირიქით. იატაკზე სხედან, ფეხით იჭერენ, წინ მიწოლით ვერ დაიჭერს, ხო, იმ პატარა დაფას. თუნდაც დაფა იყოს. ამიტომ ტრადიციიდან გამომდინარე, თავისკენ მოქაჩვით აშალაშინებენ. გითხარით რომ ჩინური შალაშინიც კი 45 გრადუსია და იაპონელების შალაშინი დანა ბუდეში დანა 36-38 გრადუსია. ეს რა თქმა უნდა არ ვიცოდი იაპონელების ახლახანს ალბათ ერთი ნახევარი წელია რაც უფრო მეტად უყურებ ამ შალაშინებზე ვიდეოებს და ახლახანს გავიგე რომ 36 გრადუსია იაპონელების დანა და მე ჩვეულებრივ ვიცოდი რომ 45 გრადუსია დანა ჩაყენებული. და მერე გავიგე კიდე რომ რბილი ხისთვის რომ გაჩვენოთ. წარმოიდგინეთ ეს არის გვერდხედი დანის. ეს სიბრტყე და ნალესი. ახლა ეს არის 25 გრადუსი ზუსტად დავხაზე და გამოვჭერი. 25 გრადუსზე გალესილი დანა რბილი ხეებისთვის არის, ხოლო თუ მაგარი ხი არის, უკვე 30 გრადუსზე ლესავენ და დავხატე კიდეც. იგივე რომ გაჩვენოთ უფრო ახლოს მოვიდან. ეს არის ორივე დანა 45 გრადუსზე დგას. 10 ჯერ გავადიდე ზომებში. ეს არის 25 გრადუსი გალესილი, ეს არის 30 გრადუსი. აშკარად ჩანს სხვაობა. 30 გრადუსზე როცა არის გალესილი, უფრო გვიან ბლაგუდება, უფრო მყარი არის ჭრელი, ეს კუთხე, ნალესი. უფრო მყარია და ამიტომ გამოცდილება უჩვენა რომ ასე 30 გრადუსზე უნდა გაილესოს მაგარი ხისთვის განკუთვნილი დანა. ეს რა თქმა უნდა მე არ ვიცოდი. შალესი დაცგა მაქვს გაკეთებული, პირობითად დავაყენე. კუთხოვანა ავიღე, დავაყენე რაღაც გრადუსზე, პირობითად დავაყენე და გამომივიდა დაახლოებით 40 გრადუსი არის ნალესი, აი ეს კუთხე. მე 40 გრადუსი გამომივიდა. რომ ცოდნოდა რომ მაგალითად 25-30 გრადუსი არის, ეს არც მახსოვს რამდენი წლის წინ გავაკეთე ის სალესი დაზგა. რომ ცოდნოდა რომ 25-30 გრადუსზე უნდა გაილესოს, მაგალითად 30 გრადუსზე დავაყენებდი დანას. კუთხოვანას რომ 30 გრადუსზე გალესილი იყო დანა. რატომ მაგალითად 30 გრადუსი არის რბილი ხისთვის, ხომ? ალბათ ეს კუთხე ისევ აქ რო გაჩვენოთ, რომ უფრო დიდი ნახატით რო იყოს. აი ეს იყოს და აქაც ჩანს და რო გაჩვენოთ. ალბათ ამ კუთხეს მნიშვნელობა აქვს ჭრისას. არ ვიცი როგორ მოქმედებს ინტერნეტში ვეძები და ვერაფერი ვნახე ამაზე რომ რამ უპირატესობა აქვს 25 გრადუსი, რადგან თლის კუთხე მაინც 45 გრადუსია. 45 გრადუსი ამ უკანა სიბრტყის მიმართ, თორემ ამ წინა სიბრტყის მიმართ 135 გრადუსი გამოდის, ხომ? უკვე. ალბათ აქვს რამე მნიშვნელობა ჭრისთვის, თორე აიღებდნენ 30 გრადუსს და გინდა რბილი ხისთვის, გინდა მაგარი ხისთვის, ორივე ერთი და იგივე იქნებოდა. რაც უფრო ბლაგვი კუთხეა ზოგადად, ხომ? უფრო დიდ ხანს ინარჩუნებს სიმტკიცეს ჭრელი პირი. რაც უფრო მახვილი კუთხე არის, უფრო ადვილად ჭრის. მე ერთი ასეთ რამ ფიქრებში, ესეთი რამეც მომაფიქრდა რომ ამ შუალედურ უცბად გავხაზავ. ამ შუალედურ კუთხესაც ხომ არ აქვს მეთქი რამე მნიშვნელობა ჭრის დროს. ეს ხო არის 25 გრადუსი, მაგრამ შუალედში რამე მნიშვნელობა აქვს ამ კუთხეს თუ არა, არ ვიცი, მე აღარც მიფიქრია უკვე სხვა ვიდეოები უცქირე და გადაერთო
შემიგონება სხვა საფრთხეზე ეს გადამოვიწყდა დახატვაც კი დამოვიწყდა ამის და მეხაზა 25 გრადუსი ისევ გავიმეორებ რომ 25 გრადუსი რბილი ხისთვის არის 30 გრადუსი მაგარი ხის გასაშალაშინებლად გასათლელად კი ორივე შემთხვევაში 45 გრადუსია დანა ჩაყენებული on დანის გალესვის კუთხე ცვლის ჭრელი პირის სიმყარეს მაგრამ არის კიდევ დანა ჩაყენებული 50 გრადუსზე 55 60 გრადუსზე ჩაყენებული და რატო ზოგი ამბობს რომ უფრო მაგარი ხე რომელიც არის 45 გრადუსიანი დანა 45 გრადუსზე ჩაყენებული დანა არ არის კარგი ანუ ისე სუფთად ვერ აშალაშინებს და ზოგი ამბობს 50 გრადუსზე უნდა იყოს დანა მაგარი ხისთვის და რთულად გასაშალაშინებელი ზარღვიანი ხის გასაშალაშინებლად რადგან ზარღვებს ასე თქვა ძიძგნის ვერ თლის ზოგი ამბობს 55-60 გრადუსი უნდა იყოს განსხვავდება აზრები სხვადასხვა ადამიანის სხვადასხვა გრადუსს ამბობს მაგრამ რა აქვს ნაკლი ისევ რო გაჩვენოთ ეს მოდი პირიქით გაჩვენებთ ამან რომ ხელი არ შეგვიშალოს ამ ზოლმა გვაქვს მაგალითად დაახლოებით ეს 55 გრადუსზე დანა ხომ კიდაც 30 გრადუსზე იყოს გალესილი ცუდი ამას რა აქვს ადვილად გადაიკეცება დანა რაც უფრო ტყლად მიგვაქვს უფრო მეტი დატვირთვაა ხო მეტად აწვება ხეს და უფრო ადვილად გადაიკეცება ამიტომ კუთხე უნდა გავზარდოთ რომ ყარი იყოს ალბათ ამიტომაც ან არ ვიცი სხვა მიზეზის გამო დანა გადაატრიალეს ასეა დანა გაჩვენოთ ხომ 20 გრადუსზე დგება ზოგი 20 და 12 გრადუსი არის სტანდარტი უკვე მანამდე 45 გრადუსი რო იყო ახლა 45 გრადუსიც არის 20 გრადუსიც და 12 გრადუსიც იშვიათად 15 გრადუსიც არის ერთმა თქვა 10 გრადუსზე დაყენებული დანაც მინახიაო მაგრამ მხოლოდ ერთისგან მოვისმინე დანარჩენი ამობენ მხოლოდ 12 გრადუსს 20 და 12 გრადუსი 12 გრადუსზე ნაკლები რატო არა არ ვიცი ჩემი ვარაუდით უკვე აი ეს ადგილი ძალიან დასუსტდება და რო უჭერთ ახლა ამ შალაშინის მაგალითით ხომ აქ ხო აწვება დანას და რო არ ჩამოზნიქოს ალბათ ეს ადგილი ამიტომ 12 გრადუსზე დაბლა ვეღარ დაწიეს დანა 20 გრადუსზე რომ არის დანა დაყენებული და 25 გრადუსია გალესილი ჩვეულებრივ მაინც 45 გრადუსს ვიღებთ აქ თლის კუთხეს ესეც დავხალთ და გაჩვენებთ აი ჩვეულებრივ 45 გრადუსზე ჩაყენებული დანა 25 გრადუსზე გალესილი და რო გადავატრიალეთ ზუსტად ამ ნალეს გამოყვა დანა ოღონდ ნალესი უკვე ზევიდან არის თლის კუთხე გავიმეორებ ისე რომ ერთ და იგივეა მაგრამ ამბობენ რომ ასე მახვილი კუთხით დაყენებული დანით უფრო ადვილად ვაშალაშინებ ნაკლები ძალა გვჭირდება და ალბათ იმიტომ დაწიეს 12 გრადუსზე რომ რაც უფრო პირობითად აი რო ავიღოთ ხო დანა გვაქვს პირობითად და რაღაცას ვთვლით რო ვთვლით რაც უფრო დაწვენილია დანა ხო უფრო ადვილად ჭრით და ვთვლით ხო ჯოხს იგივეა შალაშინიც ჭრის თლის რაც უფრო დავწევთ დანას მით უფრო ადვილად ავთლით მიზეზი რა არის რომ ალბათ დანა ასე რომ არის ხო დავხატე გავასენა დავხატე და გაჩვენებთ ჭრის კუთხე ხო ორივე შემთხვევაში 45 გრადუსი გამოგვდის 25 გრადუსზე გალესილი როცა არის დანა
აქ იგივე 45 გრადუსი არის ჭრის კუთხე. მაშინ რა უპირატესობა აქვს? გადაბრუნებულ დანას, ხო? 20 გრადუსზე ჩაყენებულ დანას. აგერ დავხატე. ფანქარი მოვიშველიოთ. ზუსტად ერთნაირად არის. 45 გრადუსზე ჩაყენებული დანა 25 გრადუსზე გალესილი და აქაც 25 გრადუსია გალესილი. ოღონდ 20 გრადუსი არის ჩაყენებული დანა. ეს რა არის, რომ აგიხსნათ? აქეთ რო წარმოიდგინოთ ის ბუდე, ხო, რაზეც ედება დანა. შალაშინის აი ეს ადგილი სისქე აქ მილიმეტრი მაინც უნდა იყოს, ხო? მილიმეტრზე ნაკლებიც უკვე აზრი არა აქვს. მილიმეტრი კარგი ზომა არის, ხა თვალზომით რო გავზომე. 2 მილიმეტრზე მეტი რო იყოს, მილიმეტრი ნახევარი ვთქვათ, 2 მილიმეტრი უკვე ის აზრი ეკარგება და რატო აი ჩემი მოსაზრებით დავხატე და გაჩვენებ. აი ნახეთ, 10 ჯერ არის გადიდებული. დანა ავიღე 2 მილიმეტრი ნახევარი სისქის. აგერ დავხატე დავწერე კიდეც 2 ნახევარი. აი ეს ავიღე 1 მილიმეტრი, ანუ აქ 10 მილიმეტრია ნახაზში. იგივე აქ. აი ეს ადგილი აქ დაბჯენილი სადაც არის. და აი ეს აი წერტილი ეს მართი კუთხე. აქ ხო 2.5 მილიმეტრია. აქ 1.4 მილიმეტრი. ეს უფრო ნაკლებია, ხო? ანუ სუსტია უფრო. ეს მანძილიც გავზომე ამის სიფტყის მართობულად. ეს უფრო ნაკლებია ვიდრე აქ, ხო? აქ 3.2 მილიმეტრი გამოდის, ისე 32 მილიმეტრია აქ. 2 მილიმეტრი, 2 და 1/1. ანუ ესეც ნაკლებია მანძილი, ესეც სუსტია, ხო? ეგრე გამოდის, მაგრამ ალბათ უფრო მნიშვნელოვანია აი ეს მანძილი. აქ და აი აქ. ეს მანძილი გაცილებით მოკლე არის ვიდრე აქ. აქ 5.8 მილიმეტრია. აქ 3.2 მილიმეტრი. თითქმის ორჯერ მოკლეა და ალბათ ზუსტად ეს არის, რომ უფრო მყარია ასე დანა. და მყარი რაც გვაძლევს, რომ ვაშალაშინებთ. აქ რო ვაწვევით, ხომ? არ იდრიკება. კი იქ ძალიან მცირედია მისხლები არის, ხომ? მაგრამ ეს ალბათ მოქმედებს, რომ უფრო სუფთად ვაშალაშინებთ, უფრო კარგად ვაშალაშინებთ. მაგრამ ამასაც ამობენ, რომ ერთ-ერთმა ოსტატმა, რომ 20 გრადუსზე დაყენებული დანა არის მაგარი ხისთვის, 12 გრადუსზე დაყენებული დანა კი რბილი ხისთვის. არ გირჩევთო, ანუ 12 გრადუსზე ჩაყენებული დანა კი სიფტყეებს კარგად აშალაშინებს, მაგრამ მაგარი ხისთვის არ არის სასურველიო. და რატო? ვეძებე ინტერნეტში რუსული ვიდეოები, ვერაფერი ვნახე, ინგლისური, გერმანული, ფრანგული მე არ ვიცი. ამიტომ მხოლოდ რუსული ვიდეოები ვეძებე და არავინ არაფერს ამბობს, ანუ ამაზე არ ამბობენ, ან დაავიწყდათ თუ თვითონაც არ იციან, არ უფიქრიათ მაგაზე, რატო? არ ვიცი, მაგრამ მოუკრიბე ზოგმა რა თქვა და ამით დავასკვენი, რომ მაგალითად რომ გავჩვენოთ ისევ აქ დავხაზავ, კი ბატონო. ვაშალაშინებთ, ხომ? ეს დანის პირი რომ ჭრის აქ სკდება ხე თან ათლასთან ერთად სკდება ხე და რომ არ ასკდეს ერთი არის რომ ბურბუშელსატეხი მაგიტომ არის დანაზე და ამბობენ რომ 0.8 მილიმეტრი უნდა იყოს, რატომაც ბევრი მგონია და 0.5 რო იყოს მეთქი ჯობს და ერთ-ერთ კაცმა თქვა რომ
0,4-0,5 მმ-ში უნდა დავაყენოთო მაგარი ხეზე, ან ძარღვიან ხეს გასაშალაშინებლად, რომ უფრო სუფთად აშალაშინებს, ანუ 0,8 მისთვისაც მეტია, მისი აზრითაც. აქ რა არის, აი რომ დავხატო ეს. ბურბუშელა ხო ამოდის, რომ თლით და კეხავთ ხომ ამას. თლასთან ერთად ტყდება. აქ რომ ბურბუშელ სატეხი აყენია, ეს ხელს უშლის რომ არ ამოსკდეს, ანუ დაბლა აწვება ამ ბოჭკოებს. არ აძლევს იმის საშუალებას, რომ ასკდეს ეს ხე. როცა გადატრიალებულია დანა, მაგალითად 12 გრადუსზე როცა არის ეს დანა, ბურბუშელ სატეხს ვერ დავაყენებთ, ხომ? მაშინ რა უნდა გავაკეთოთ? მოდი აქ გაჩვენებთ. აქ კი 10 გრადუსი დავხატე, მაგრამ არა სარსებითი მნიშვნელობა. მაშინ შალაშინის პირი უნდა იყოს, თქვი ხომ კიდეც, რაც ვიწრუარი უკეთესია, რადგან აქ რომ აწვება დანის წინ რო აწვება შალაშინის ტერფი არ აძლევს საშუალებას, რომ ასკდეს ხე და ამიტომ უფრო სუფთად თლით. სხვა ოსტატი ამბობს, რომ 12 გრადუსზე დაყენებული დანა რბილი ხეებისთვის არის, მაგრამ 50 გრადუსზე და მეტი ჩაყენებული დანა რბილ ხეს დაკეცავს, ანუ დატკეპნის, ვერ მოთლისო. ამაზე ვიფიქრე, რაც მაძლევს ეს სულ ყველაფერი, ხო, რაც თქვა იქ სკდება 50 გრადუსზე ჩაყენებული დანა ტკეპნის რბილ ხეს, ანუ მივხვდი რომ მაგარ ხეს სანამ ათლის დანა, ისევ რო გაჩვენოთ. სანამ ჩვენ ბოჭკოს სიგრძეზე მოვასწრებთ, რომ ავთალოთ ეს სკდება და იმიტომ იძიძგნება ეს მაგარი ხე, ნუ ვერ ვასწრებთ გათლას. ამიტომ არის რომ 50, 55, 60 გრადუსს ამბობენ. დავხატებ ესეც ფიცარზე. ნალესი ყველას 30 გრადუსიანი აქვს, ყველა დანას უბრალოდ კუთხე შევცვალე. ეს არის 45 გრადუსი, 50 გრადუსი, 55 და 60 გრადუსი. მაინტერესებდა, ანუ რომელი თლის და უკვე ფხეკაზე რამდენი გრადუსზე გადადის. 45 გრადუსი რო დააკვირდეთ, აშკარად ჭრის ხეს, ბოჭკოებს. 50 გრადუსიც უფრო ჭრის, გინდა თლა დავუწოდოთ. მაგრამ 55 გრადუსი უკვე ფხეკს, აშკარად უკვე აღარ ჭრის ფხეკს, 60 გრადუსი მით უმეტეს. არის მეტიც 80 გრადუსი. ეს პირდაპირ უკვე შალაშინ ეს ფხეკს ეს დანა. მაგრამ ნაკლი ისე ვისა აქვს, რომ სუსტია ეს ადგილი. მეტი უნდა იყოს კუთხე. რო ადვილად არ დაგვიბლაგდეს დანა. ანუ დავასკვენი ასე, რომ 55 გრადუსიანი მაინც უნდა იყოს დანა, 55 გრადუსზე მეტი, რომ უფრო მოფხეკს მაგარ ხეს, ან ძარღვიან ხეს, კორძიანი თუ შეხვდა. რა თქმა უნდა, ჩვენ კორძიანი არ გვაწყობს, მაგრამ კორძიანი ისინი ამობენ და იმიტომ თქო გამახსენა და ვთქვი, ჩვენ საერთოდ არ გვჭირდება კორძიანი ხე საკრავში. მაგალითად, ავეჯს ვაკეთებს ვიღაცა, შეიძლება ის კორძიანი უფრო მოეწონოს და ითხოვენ, ახლა გამახსენა ნათქვამი ერთ-ერთმა თქვა, რომ ზოგი ითხოვს კიდეც, რომ კორძიანი იყოს, რომ ისეთი უფრო მოსწონს. მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა არ გვჭირდება, მაგრამ ისევ დაუბრუნეთ ამ ჩვენ მაგარ ხეს. 55 გრადუსზე მაინც უნდა ჩავაყენოთ დანა. მაგრამ ნაკლი ის არის, რომ უფრო ბლაგვი კუთხით უნდა გავლესოთ. აქაც დავხატე.
დანა არის 55 გრადუსზე. იგივე 10 მილიმეტრი არის აქ, ანუ 1 მილიმეტრი და ჩვენ რო ასე მყარი ჭრა გქონდეს, რომ არის ანზაროს პირმა თლისას. იგივე 2 მილიმეტრი ნახევრიანი სისქის დანა დავხატე. 40 გრადუსზე როცა არის დანა გალესილი, ანუ აი ეს 40 გრადუსი როცა არის, ფაქტიურად ზუსტად იმ მილიმეტრის სიმაღლეზე ადის. 42 გრადუსი უკვე ჩამოცდება ამ მილიმეტრს და მყარი იქნება, ანუ მიბჯენილი არის დანის ნალესის აი ეს ნაწილი უკვე აშკარად მიბჯენილი არის შალაშინზე და უფრო მყარია დანა. არ დაიწყებს ზანზარს ლესვის გაშალაშინებისას. ვინც საშალაშინებთ, ყოფილა რომ გაუსვევ დანას და ხტის როგორღაცას. ტალღოვანად მიაქ. რაღაცა უშლის ხელს, ხო? რა თქმა უნდა, მყარიც უნდა იყოს. მაგრამ მაინც რაღაცა უშლის ხელს, რომ ხტის დანა და ისე სუფთად ვერ აშალაშინება. ამიტომ უფრო უნდა შეწიო. რამოდენიმეჯერ ვთქვი 2 მიათედი, რატომღაც ავიკვიატე ეს 2 მიათედი. ყოფილა რომ მეათედიც არა, აი ოდნავ გამოჩნდა თუ არა დანა, ისე გამიჩერებია და ისე გამიშალაშინებია. რომ ამას არ აქვს რაღაც დადგენილი ზომა. რაც უფრო სუფთად გინდათ გააშალაშინოთ, მით უფრო ნაკლები უნდა იყოს გამოსული დანა. რა თქმა უნდა, თხლად იღებ და სუფთათაც იღებ და ასე ნაკლები ძალაც სჭირდება რომ გააშალაშინო. ახლა გამახსენდა ერთ-ერთმა მე შალაშინს ვერ ხმარობ, რატო მეთქი და აი რაღაც არ გამომივიდაო რომ გავაშალაშინეო და მე მივედი და ეს გავლესე დანა. ჩავაყენე ესე შევხედე. დავაყენე დაახლოებით გამოვიწიე რა ეს მილიმეტრის მეათედი 2 მეათედზე და აი მეთქი ასე უნდა იყოს. შეხედე რა არის ესო და ხო მეთქი ასე ცოტა უნდა იყოს, მაქსიმუმ 3 მეათედი გამოვიდეს მეთქი რომ თუ გინდა რომ კარგად გააშალაშინო. მე ვერთი 2 მილიმეტრზე გამოვწიო რომ გავკარიო და წამოვედო არა მეთქი რა 2 მილიმეტრი. როცა სუფთად აშალაშინებ, რაც უფრო ცოტა გამოდის დანა, ვით უკეთესი არის. კიდე რა აქვს ნაკლი 45 გრადუსს, ხომ? კი, შუალედურია, რბილ ხესაც აშალაშინებ, მაგარ ხესაც აშალაშინებ, მაგრამ როცა ის ცოტა უფრო რთული გასაშალაშინებელი არის ხე, ანუ გრადუსი უნდა შევცვალოთ, ხო, თლის. 45 გრადუსზე მხოლოდ ქვედა კუთხეს ვცვლი. შეგიძლია მხოლოდ ეს კუთხე შეცვალო, ხო? ანუ ჩვენ რა შეგვიძლია 45 გრადუსზე რო არის ჩაყენებული დანა 44 გრადუსი მაინც უნდა იყოს რომ გავთავოთ ხო რა გავაშალაშინოთ 45 გრადუსი უკვე სიბტყეზე დაედება ფიცარს და ვეღარ გავაშალაშინებთ ან ძალიან რთულად მით უმეტეს 46 გრადუსი უკვე ეს ნაწილი დაედება და პირი აწეული იქნება ანუ 44 გრადუსზე მეც ვერ ჩამოვალთ აქ მაგრამ აი ზუსტად ის უპირატესობა აქვს 12 გრადუსზე ჩაყენებულ დანას რომ აქაც რატომღაც 10 გრადუსი დავხატე მაგრამ არა უშავს ლესვის კუთხეს შევცვლით და ჭრის კუთხესაც შევცვლით იცვლება ხომ უფრო მარტივი არის რა თქმა უნდა 45 გრადუსზე ჩაყენებული დანითაც შეგვიძლია კუთხე შევცვალოთ მაგრამ ცოტა უფრო რთულია რადგან აქედან უნდა ესე უფრო კარგად გამოჩნდება რადგან აქედან უნდა ავიღოთ ეს ცირედი ზოლი ნაზოლი ასე უწოდეს რუსულად ფასკა არის და ლექსიკონში რომ ნახე ნაზოლი ასე გადმოთარგმნეს ნაზოლი უნდა ავიღოთ აქედან რომ ის მაგალითად იგივე 45 გრადუსი მივიღოთ ანუ 10 გრადუსით უნდა შევცვალოთ ეს კუთხე კიდე რას აკეთებენ ადვილად რომ გაილესოს არის 25 გრადუსზე გალესილი მაგრამ აქ ნაზოლი
5 გრადუსს უმატებენ და უკვე ეს კუთხე გამოგვდის 30 გრადუსი. მეც დავუმატებ, მაგალითად 10 გრადუსს დავუმატებ, 35 გრადუსიანი კუთხე იქნება, უფრო ბლაგვია და უფრო დიდხანს გაძლებს ასე ჭრელი პირი. ადვილად არ დაბლაგდება. კონის სულ ეს არის ჩაყენების და გალესვის კუთხეზე, რაც მინდოდა მეთქვა. ანუ ისევ გავიმეოროთ, რომ 45 გრადუსი არის საშუალო. მაგარ ხესაც საშალაშინებ რბილ ხესაც, მაგრამ დანა რაც უფრო მახვილი კუთხით არის, რბილი ხისთვის უკეთესია. უფრო ადვილად ვთვლით, რომ 55 გრადუსი, რომელიც მაგარი ძარღვიანი ხეებისთვის არის გამკუთვნილი 55 გრადუსი გატკეპნის უფრო რბილ ხეს ვერ გააშალაშინებს, ვერ თლის, რადგან კუთხეა ბლაგვი. ამიტომ მახვილი კუთხე უნდა იყოს, ამიტომ უფრო მოსახერხებელია, რომ 12 გრადუსზე, 12-15 გრადუსზე იყოს. მაგრამ ჯობს, რა თქმა უნდა, 12 გრადუსზე იყოს დაყენებული, რომ სხვადასხვა კუთხეზე გალესილი დარით, უფრო მარტივად ვთვლით ამ ჭრის კუთხეს. ახლა გალესვა. არის სალესი ქვები, მაგალითად ეს ლილოში ვიყიდე, არის უფრო მუქიც და ის უფრო მსხვილი არის ამასთან შედარებით, უფრო წმინდა არის. ხო, კიდე ერთი ესეთი ქვა ეს არის ცელსავე მე რაც მინახავს ასეთი ქვით. ცელისთვის არის, მაგრამ ამით ვლესავ ხოლმე ხშირად დანას უსვათ გამოვიღებ, გავლესავ და ჭრი. რაც უფრო წმინდა არის ქვა, მით უკეთესია. ესეთი ეს ბევრს ალბათ არც იცით რა არის. რადიალი ერქვა. ეს ამოჭრილი არის, რაშიც მაგრდებოდა ღერჩი და უფრო დიდი იყო ეს. საკმაოდ დიდია. არც მახსოვს, ალბათ 1.5 მეტრი დიამეტრი. რკინის საჭრელი ქვა იყო ეს. მაგრამ სახიფათო არის, ადვილად ტყდება და შეიძლება დაჩეხოს ადამიანი თუ გატყდა. ისე სწრაფად ბრუნავდა, რომ დაჩეხავს ადამიანს ამის დამსხვრევები. ძალიან წმინდა არის. ნომრები არც ვიცი. იწყებენ მაგალითად თუ გავს 500-იანი, 1000-იანი, მერე 2000-იანი, 4000-იანი და ასე გაორმაგებით უნდა გააშალაშინ პროსტორეთ გალესოთ, რომ უფრო მოსახერხებელია, ადვილადაც ლესავ, შემდეგ საფეხურზე მაგალითად 1000-იანი და ნეგრევე 4000-იანზე რო გადახვიდეო, უფრო დიდხანს გიწევს იმ 1000-იანის ზოლების აღება და გასწორება. ამიტომ ასე გაორმაგებით უფრო მოსახერხებელიაო. ადიან ამბობენ, რომ 32,000-იანი ქვებიც არის, მაგრამ მე ასე პირდაპირ ავიღე და ისე ვლესავ, არც ვიცი ამათი ზომა რა არის. რატო უნდა იყოს წმინდა ქვა? წარმოიდგინეთ, ეს არის ის მარცვლები, სალესი ქვის. განგებ დავხატე ესე, დიდ პატარა უფრო აშკარა ყოფილიყო. გავლესეთ და ესეთი რაღაცა მივიღეთ, დაკბილული. კი, უყურებთ, რომ აქ უფრო კარგად ჩანს ხვეწე. უყურებთ, რომ სწორია, მაგრამ ის ძალიან მცირედია ეს ქვები. ამიტომ თვალი ვერ ამჩნევს. და მივიღეთ ასეთი რამ, დაკბილული. ეს წვეტები, რა თქმა უნდა, უფრო ადვილად გაწვდება, ხომ? ადვილად მოტყდება, თუ მაგარი ხი არის, გაუსმევ შალაშინი და მოტყდება, დაბლაგდება და ვეღარ თლის ისე კარგად. ამიტომ რაც უფრო პატარაა ეს ქვა, ეს კბილებიც უფრო პატარა არის და უფრო დიდხანს ინარჩუნებს ჭრის უნარს. ეს სიბტყე აუცილებლად უნდა იყოს, გინდა ხვეწი იყოს, გინდა შალაშინის დანა, ერთ იგივე პრინციპი არის. აუცილებლად უნდა იყოს იდეალურად სწორი. აქედანაც სწორად უნდა გავლესოთ. ჯერ რო გაჩვენოთ, დავდებ ხოლმე. ჯერ ასე გავუსმევ, შემდეგ აქედან მერე უკან მოსვით. ოღონდ ეს კუთხე უნდა გეჭიროთ ზუსტად
არ უნდა ითამაშოს. რომ არ უნდა გაგვიფუჭდეს ეს მჭრელი პირი. კიდე დამავიწყდა ერთ-ერთი მიზეზი, რატო გადმოატრიალეს დანა. ეს არის სიფტყე, ხომ? რაღაცას კიდე ფიცარი იყოს პირობითად. ადვილად ვაშალაშინებთ ამ სიფტყეს, მაგრამ ბოლოები ძალიან მაგარია. ხე არის მილების კონა, ხომ ვიცით? ეს მილები არის. ძალიან ბევრი მილი. სიგრძეზე ადვილად ვაშალაშინებთ, მაგრამ ბოლოები არის ძალიან მაგარი. და ამიტომ 45 გრადუსზე დაყენებული დანით ცოტა რთულია გაშალაშინება. როცა ბოლოების გაშალაშინება გვიწევს. ალბათ ვიღაცამს რო გაუჭირდა შალაშინით ამის გასწორება, აიღო ხვეწი და ხვეწით მარტივია, ხო? ფაქტურად დაწვენილი გაქვს დადებულია, უпростоრად ფაქტურად დადებულია ხვეწი და ისე თლი. კარგია, გავთალე, ეს გავასწორე. ალბათ მოიაზრო რომ მოდი, დანას ჩავაყენებ. კუთხეს შევცვლი, ხო, მახვილი კუთხით დავაყენებ. და იგივე შედეგს მომცემს, რომ ადვილად ავთლი ამას. ერთმა ესე მოიფიქრა, მეორემ გითხარით, რომ 80 გრადუსზეც არის. სხვა კაცი ამბობდა, რომ ჩვენთან 80 გრადუსზე აყენებდნენ, რომ ბოლოების გასაშალაშინებელს. შალაშინის ბუდე იყო 80 გრადუსზე ჩაყენებული. 12 გრადუსი ევროპული, მოდი ასე ვთქვათ, ინგლისური წესია და ეს 80 გრადუსი კაცმა მოხუცი კაცი ლაპარაკობდა. ჩვენი მამების გამოცდილებით ვიციო, რომ 80 გრადუსზე უნდა იყოს დანა ბოლოების გასაშალაშინებლად. ანუ ის 80 გრადუსზე რო არის დანა დაყენებული ფხეკს და ფხეკითაც ვერ ამოვტეხავთ ამ მილების ბოლოებს. მოფხეკს და გაასწორებს. არ დაამტვრევს ამ ბოლოებს. ეს არის სულ ალბათ გალესვაზე, რაც მინდოდა მეთქვა, რომ 12 გრადუსზე დაყენებული დანით, უბრალოდ 12 გრადუსიანი ბუდით ჩვენ შეგვიძლია რამოდენიმე დანა გვქონდეს და შევცვალოთ თლის კუთხე. ამიტომ 2-3 შალაშინი რო არ გქონდეს, ერთ შალაშინი გვექნება, უბრალოდ დანას შევცვლით. ისე კი დანის ჩაყენება და შეცვლა მაინც რთული არის და თუ გაქვთ საშუალება, ჯობს 2 შალაშინი გქონდეთ. მაგალითად, იგივე 12 გრადუსზე თუ გადააკეთებ, იგივე ვთქვათ ესეთი შალაშინი. დაწიეთ 12 გრადუსზე ერთი დანა გექნებათ. მაგალითად 20 გრადუსზე რომ გალესოთ, უკეთესი არის. ბილხეს ადვილად ათლის უფრო, ხო? 32 გრადუსიან კუთხეს მივიღებთ, ჭრის კუთხეს. უფრო სუფთად გათლის ბილხეს. მეორე იგივე შალაშინი გექნებათ, გილაც მეორე ხელი არ ახლოთ და დატოვეთ ესე 45 გრადუსზე. ან გაქვთ ისევ მოდი ამ კუთხით ვილაპარაკოთ, რომ ორი გაქვთ 12 გრადუსზე ჩაყენებული დანა. მეორეს კუთხეს შეცვლით. უფრო ბლაგვი კუთხით გალესავთ დანას და გექნებათ მაგალითად 55-60 გრადუსიანი ჭრის კუთხე. უფრო ფხეკის კუთხე იქნება, უფრო ფხეკს ასე მაგარი ხეებისთვის, რთულად გასაშალაშინებელი ხეებისთვის. ანუ მოსახერხებელია უფრო, მაგრამ ესეთი შალაშინები ძვირია. კი, მაგალითად ინტერნეტში შეიძლება ნახოთ ჩინური საიტებზე რაღაც, მაგრამ არ გეგონოთ რომ ძირის სწორი ექნება, მოგიწევთ ძირის გასწორება. კი ბატონო, თქვენი ნება გნებავთ, გამოიწერეთ, იყიდეთ, მაგრამ ძირი გასასწორებელი იქნება. ძვირფას შალაშინებს, მაგალითად ლინილსონი არის ამერიკაში, ვერიტასია კანადური ფირმა, მაგრამ კი, კარგი არისო, მაგრამ იქაც იდეალური შეიძლება არ იყოს ყველა კალაპოტის სიზუსტე. მით უმეტეს რაღაც იაფ შალაშინს ვყიდულობ, იქ რა თქმა უნდა ძირი არ იქნება სწორი.
დანარჩენი უკვე თქვენზეა დამოკიდებული, რომელი შალაშინს აიღებთ, როგორ გააკეთებთ. დღეს კიდე გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.